ტრამპი ახლახან სასტრაფოდ გაიყვანეს თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმიდან, მას შემდეგ რაც ძლიერმა გრუხუნმა პანიკა გამოიწვია ვაშინგტონის ჰილტონში. ამ შაბათს 2026 წლის 25 აპრილს ღამე, რომელიც პრეზიდენტის იშვიათი გამოჩენის აღსანიშნავი უნდა ყოფილიყო ღონისძიებაზე, რამდენიმე წამში გადაიქცა პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო სიტუაციის სცენად. საიდუმლო სამსახურის აგენტები შევიდნენ დარბაზში, სტუმრებს დაბლა დახრაუბრძანეს, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი მთავარი სივრციდან გაიყვანეს და ადგილზე შემოწმება დაიწყეს. საწყისმა ცნობებმა მიუთითა სროლის ეჭვზე და მსროლელის არსებობაზე. მაშინ როცა ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობდა ყველა დეტალის დადასტურებას. შემთხვევამ პირდაპირ ამერიკის ძალაუფლების ცენტრს დაარტყა, რადგან იმავე დარბაზში იმყოფებოდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, მთავრობის მდივნები, ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანები და ოფიციალური პირები. ეს არ იყო ჩვეულებრივი ღონისძიება. ეს იყო ვახშამი, რომელსაც მკაცრი დაცვა, კამერები და ეროვნული მედია აკრავდა გარს. ამიტომ, როცა ხმაური გაისმა, რეაგირება მქისიერი იყო. პრეზიდენტი რამდენიმე წამში გაიყვანეს და სტუმრები მაგიდების ქვეშ დაწვნენ, მაშინ როცა შეიარაღებული აგენტები დარბაზში შევიდნენ. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით პირველი ინფორმაცია მიუთითებს, რომ საფრთხე არ დაწყებულა მთავარ დარბაზში, არამედ ღონისძიების სივრცესთან ახლოს ან მასთან დაკავშირებულ ტერიტორიაზე. ცოცხალი ჩვენებების ტრანსკრიფცია მიუთითებს, რომ ადგილზე მყოფმა ადამიანებმა თქვეს, თუ სროლა მართლაც მოხდა, ის დარბაზის გარედან მოდიოდა, სადაც დონალდ ტრამპი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. ასევე ითქვა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სხვა დაცვის ჯგუფებმა სწრაფად შეიჭრნენ, დაცული პირები გაიყვანეს და ვახშმის ჩვეულებრივი მოძრაობა შეწყვიტეს. დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ვახშამი ვაშინგტონის ჰილტონში ტარდებოდა, სასტუმროში, რომელსაც უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამერიკის პოლიტიკაში. სწორედ იქ 1991 წელს რონალდ რეიგანს ესროლეს ღონისძიების დატოვებისას. მოგონება მაშინვე დაბრუნდა საინფორმაციოში, არა როგორც პირდაპირი შედარება, არამედ როგორც გაფრთხილება ნებისმიერი საჯარო ღონისძიების მოწყვლადობაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მონაწილეობს. ადგილზე იყო ბლოკპოსტები, შემოწმებები და უსაფრთხოების რამდენიმე ფენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამე დასრულდა ალიაქოთით, ევაკუაციით და გამოძიებით. ტრამპი არ დაშავებულა. ინფორმაცია დაადასტურეს რეპორტაჟებმა, რომლებმაც ასევე აღნიშნეს, რომ სტუმრებს შორის დაუყოვნებლივი დაშავებულები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, გავლენა ძლიერი იყო. პრეზიდენტი ამ ეტაპზე პირველად ესწრებოდა ღონისძიებას თავისი მანდატის განმავლობაში იმ ჟურნალისტების წინაშე, რომელთანაც მას რთული და ხშირად მტრული ურთიერთობა აქვს. მისი დასწრება უკვე აღიქმებოდა როგორც ძალის, საჯაროობისა და პოლიტიკური დაპირისპირების ჟესტი. დაუყოვნებლივ წასვლამ ყველაფერი შეცვალა. ღონისძიება ცერემონიის სფეროდან კრიზისის სფეროში გადავიდა. საიდუმლო სამსახურმა იმოქმედა ისე, თითქოს საფრთხე შეიძლება გამწვავებულიყო. ეს საკითხი ცენტრალურია. ასეთ სიტუაციებში აგენტები არ ელოდებიან საბოლოო დადასტურებას პრეზიდენტის დასაცავად. ისინი აშორებენ მთავარ სამიზნეს, იზოლირებენ ტერიტორიას, იცავენ სხვა ადგილებს, შემდეგ კი უფლებამოსილი ორგანოები იძიებს. სწორედ ეს მოხდა. სალონის შიგნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, კონტრშეტევის ჯგუფი იარაღით მზად გამოჩნდა, ხოლო აგენტები გასასვლელს მიუთითებდნენ და ახლომდებარე ოთახებში ეძებდნენ. ტრამპას შემდეგ განცხადება გააკეთა Truth Social-ზე, შეაქო საიდუმლო სამსახური და უსაფრთხოების ძალები და თქვა, რომ მსროლელი დაკავებულია. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა ის აზრი, რომ საფრთხე სერიოზულად იქნა აღქმული და არა როგორც უბრალო არეულობა ან ცხალკეული ხმაური. მიუხედავად ამისა, პირველივე განახლებებამდე ინფორმაციის ნაწილი სრულად ოფიციალურ დადასტურებას საჭიროებდა, განსაკუთრებით ხმაურის ზუსტი წყაროს, ეჭვმიტანილის მდებარეობისა და მოქმედების დინამიკის შესახებ. ყველაზე სენსიტიური ის არის, რომ ყველაფერი ათასობით ადამიანის გარემოში მოხდა. როიტერსის ინფორმაციით, სადილზე დაახლოებით 2600 მონაწილე იმყოფებოდა, როდესაც ხმაური გაისმა, სტუმრებმა იხვილეს, რომ ყველა დაბლა დახრილიყო. ასობით ადამიანი მაგიდების ქვეშ დაიმალა და მიმტანები დარბაზის წინა ნაწილში გაიქცნენ. ეს იყო წითელი განგაში ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ღონისძიებაზე. გარეთა უსაფრთხოებაც გაძლიერებული იყო. სასტუმროს გარშემო ბლოკპოსტები იდგა და დარბაზში შესვლა რამდენიმე შემოწმების ეტაპს გადიოდა.
მიუხედავად ამისა, ეხლა ვაშინგტონში მთავარი კითხვა მარტივია. როგორ მოახერხა ესეთი მასშტაბის საფრთხე პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასთან ასე ახლოს მოხვედრა? ეს კითხვა მძიმე გამოძიებას ხსნის იმის შესახებ, იყო თუ არა შეცდომა, ხარვეზი, ალტერნატიული მარშრუტი თუ შენობაში შიდაწვდომა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობები მიუთითებდა დაბნეულობაზე ხმაურის წყაროს შესახებ. ზოგმა თქვა, რომ რამდენიმე ძლიერი ხმა გაიგონა. სხვებმა განაცხადეს, რომ გასტროლები არ გაუგიათ, მაგრამ სერიოზულობა მაშინ შეამჩნიეს, როცა საიდუმლო სამსახურმა დარბაზში შეიჭრა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრბოში მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა 5-დან 8-მდე ხმაზე ისაუბრა, რომლებიც გასტროლებს გავდა. Reuters-მა კი ფოტოგრაფი მოიყვანა ციტატად, რომელმაც სასტუმროში 4-დან 6-მდე ხმაური გაიგონა, თუმცა არა უშუალოდ სადილის დარბაზთან ახლოს. სადილმა პრაქტიკულად დაკარდა თავისი თავდაპირველი მიზანი. მოლოდინი იყო, რომ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოვიდოდა, დავაკვირდებოდით მის ურთიერთობას მედიასთან და შევაფასებდით ატმოსფეროს თავრობებს, ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს შორის. ამის ნაცვლად ყურადღება გადატანილი იყო მუქარაზე, ევაკუაციაზე და აგენტების მოქმედებაზე. Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტუმრები რამდენიმე წუთით გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. ზოგი დარბაზიდან გავიდა, ზოგი კი ელოდა, გაიგებდა თუ არა გაგრძელდებოდა ღონისძიება. ამასობაში ადამიანები ოჯახის წევრებს ურეკავდნენ, რომ ეცნობებინათ ცოცხლები და უსაფრთხოდ იყვნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო მთავრობის თითქმის მთელი პოლიტიკური ბირთვის ერთ სივრცეში ყოფნა. ასეთი კონცენტრაცია ნებისმიერ განგაშს გაცილებით უფრო მგრძნობიარეს ხდის. ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი უსაფრთხოების დონე უკვე მაღალი იქნებოდა. როდესაც ამდენი ამერიკული სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ერთ ადგილზეა, რეაგირება უკიდურესად მკაცრი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ევაკუაცია მხოლოდ ტრამპით არ შემოიფარგლა. სხვა ოფიციალური პირებიც გაიყვანეს და დაიცვეს. ეჩვამ, რომ ხმაურის წყარო შესაძლოა დარბაზის კარების ზემოთან მახლობლად ყოფილიყო, კიდევ უფრო გაზარდა შეშფოთება. სოციალ რეპორტაჟებში აღნიშნეს შესაძლო განათების ზონა, რომელიც ლობისთან მისასვლელთან ახლოს მდებარეობდა. ეს ყველაფერი არ გამორიცხავს ოფიციალური დადასტურების აუცილებლობას, მაგრამ აჩვენებს, რატომ იყო რეაქცია ასეთი სწრაფი. დახურულ დარბაზში, სადაც ათასობით ადამიანი და დაუცველი ოფიციალური პირები იმყოფებიან, ნებისმიერი ხმა, რომელიც გასტროლას გავს, ოპერაციას წამებში ცვლის. გამოძიებამ ახლა უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს. როგორ მიაღწია ეჭვმიტანიუმმა საფრთხის წერტილამდე? რა ტიპის ცუდომა იქნა გამოყენებული? იყო თუ არა ხარვეზი სასტუმროს კონტროლში და თუ მუქარას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა? ეს ბოლო საკითხი გადამწყვეტია. როდესაც პრეზიდენტს ღონისძიებიდან ევაკუირებენ თავდასხმის ეჭვის გამო, მოტივაციის შესახებ კითხვა მაშინვე ჩნდება. საქმე ვერ ჩაითვლება იზოლირებულ ინციდენტად, სრულყოფილი გამოძიების გარეშე, მაგრამ ასევე ვერ იქნება მინიმიზირებული იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. ამ ეტაპზე უკვე ნათელია, რომ კორესპონდენტების ვახშამის ღამე წამებში შეიცვალა. ტრამპი სასტრაფოდ გაიყვანეს, დარბაზში პანიკა დაიწყო, საიდუმლო სამსახურმა კონტროლი აიღო და ვაშინგტონმა ღამე დაასრულა პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის მცდელობის ფონზე. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო Milson Always News-ის საზოგადოებაში.